მოგესალმებით აქ დამსწრებს მივესალმები არ დამსწრეს საზოგადოებას რომელიც ლაივსტრიმით გვიღურებს ჩვენ ძალიან მოკლედ წარმოვადგინეთ რამდენიმე თეზისი ჩვენი პროგრამიდან უფრო დაწვრილებით თქვენ ხედავთ ტრიბუნის წინ არის პლაკატი სადაც წერია ჩვენი ვებსაიტის მისამართი და უფრო ვრცელი დიდი პროგრამა და მოკლედ საპროგრამო თეზისები არის დაინტერესებული პირებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მათ. ეს პროგრამა სვამს სწორ აქცენტებს და მე მჯერა რომ სახავს ისეთ გეგმას რომელიც უალტერნატივაა საქართველოს განვითარებისთვის. მაგრამ ერთია რომ დავწეროთ კარგი პროგრამა, ამ მომრჩეველმა ასევე უნდა იცოდეს, როგორ ვიბრძოლებთ ჩვენ პარლამენტში ამ პროგრამის განსახორციელებლად, რას უნდა მოელოდეს ჩვენგან, რა ნაბიჯებს, რამდენად ხისტები, რამდენად შეუპოვრები ვიქნებით დაპირებების შესასრულებლად ბრძოლაში. ჩვენ ღმართ ვჯერა, რომ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება საკმარისი რაოდენობა დეპუტატების, რათა პარლამენტის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოთ. რაც მეტი გვეყოლება, მით მეტი გავლენა გვექნება და ჩვენი მთავარი მიზანი იქნება მართლობაში გავატაროთ ის იდეები და მიდგომები, რომლებიც ბოლო წლებში გუნდურად ერთად გამოვიმუშავებთ, რომლებსაც ჩვენ გვჯერა. ჩვენ გამზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, საკანონმდებლო წინადადებები, ყავს გამოცდილი ადამიანები, ვისაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების დაკავება შეუძლიათ. პარლამენტში ჩვენ ვაპირებთ მოვიქცეთ ისე, როგორც ეკადრება ნამდვილ ჭეშმარიტ ევროპულ პარტიას. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გამოვნახავთ გზებს, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქის ინტერესები დაიცვას, რომ მმართველობა იყოს არა უმრავლესობას, არამედ ყველასთვის. ეს კი მოითხოვს პრინციპულობის და მოქნილობის შეჯარებას უმაღლეს დონეზე. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ჩვენი ხედვები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პრინციპულები და ჩვენ მიმართული ვიქნებით, რომ ეს ხედვები რეალიზებაში მოვაქციოთ და განვახორციელოთ. სოციალ-დემოკრატია არის ის ხედვა, რომელიც მიმართულია საპირისპირო ხედვების და ღირებულებების დაახლოებაზე და არა კიდევ უფრო დაპირისპირებაზე, როგორც ეს ხდება ქართულ პოლიტიკაში. თუ კი ვინმეს გონია, რომ ეს არის იდეოლოგია, ის ცდება, იდეოლოგია არის ის, რაც ხდება სხვა პარტიებში. ჩვენ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვართ და მოქმედებაშიც რაციონალური და პრაგმატული ვიქნებით. ჩვენ ვეცდებით და მთლიანად მთელ ძალებს მივმართავთ იმისთვის, რომ მოახდინოთ გავლენა ყველაზე მთავარ მმართველობით გადაწყვეტილებებზე, დაწყებული მთავრობის დამტკიცებით, სამთავრობო პროგრამის მიღებით, ვერ დაგპირდებით, რომ იმდენი ძალაუფლება გვექნება, რომ ყველაფერი ჩვენ გადავწყვიტოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ პრიორიტეტი ამ საქმიანობაში ჩვენთვის იქნება ეკონომიკა. ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული განათლების და ჯანდაცვის საკითხები, ეს არის ის პრიორიტეტები, რომლებისთვისაც ჩვენ ყველაზე პრინციპულად და შეუპოვრად ვიბრძოლებთ. და ბოლოს, მართალია, როგორც თქვით, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ყველა ძალებთან რაც იქნება პარლამენტში ჩვენი ხედვების განსახორციელებლად, მაგრამ ამ კონსტრუქციულობას და მზაობას თანამშრომლობისთვის აქვს თავისი საზღვარი. საზღვარი ეს არის სამართალი. ზღვარი გადის იქ, სადაც დავდება სამართალი. სამართალი, ისევე როგორც სიმართლე, კომპრომისს არ ექვემდებარება. ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამართლის ჩარჩოებს არ ცნობენ. ეგეთმა ძალებმა უნდა დატოვონ საჯარო ასპარეზი და მათი მარგინალიზება პოლიტიკაში აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატია განვითარდეს. წინასაარჩევნოდ ჩვენ გვეკითხებიან ხოლმე, სად ხართ თქვენ იმ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც ქვეყანაში დომინირებს. ჩვენი პასუხია,
ვართ იქ, სადაც არის საზოგადოების უმრავლესობა, ამ დაპირისპირების მიღმა. ამდენად ჩვენი პოლიტიკური ლოზუნგი მარტივია. არა ნაცებს, არა ქოცებს, ხმა მიეცეთ მხოლოდ სოცებს. ერთხელ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, სადაც ეს ჩვენი დემოკრატია იმყოფება და ყველა დავინახავთ, რომ არსებობს მომავალი, არსებობს პერსპექტივა, არსებობს გზა, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს, ჩვენ ვიქნებით განვითარებული ქვეყანა. ერთად გამარჯვებისკენ.